In the most momentous and dangerous of times. ჩვენ ყველაზე გარდამტეხ და საშიშ დროში ვცხოვრობთ. არ მჭირდება იმის ახსნა თუ რა სახის საფრთხეების წინაშე ვდგავართ. ვიმყოფებით გადაიარაღების ეპოქაში და ევროპა მზადაა მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები ორივე პერსპექტივიდან. ერთი მოკლევადიანად უკრაინის დასახმარებლად, მეორე კი გრძელვადიან მოთხოვნებზე საპასუხოდ, რათა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. ევროპის გადაიარაღების გეგმის პირველი ნაწილის თანახმად გასაქანს მივცემთ თავდაცვის დაფინანსებას ეროვნულ დონეზე. წევრი სახელმწიფოები მზად არიან მეტი ინვესტიციისთვის საკუთარ თავდაცვაში, თუ მათ ექნებათ საამისო ფისკალური სივრცე. ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ ასეც მოიქცნენ და სწორედ ამიტომ შევთავაზებთ მათ სტაბილურობისა და ზრდის პაქტიდან გასვლის ეროვნულ გეგმის აქტივაციას. ეს მისცემთ მათ შესაძლებლობას ხელშესახებად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები გადაჭარბებული სადეფიციტო პროცედურების გარეშე. თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5%-ით, ამით შექმნიან 650 მილიარდი ევროს ფისკალურ სივრცეს მომდევნო 4 წლისთვის. მეორე შეთავაზება ახალი ინსტრუმენტია. ის გულისხმობს წევრი სახელმწიფოებისთვის 150 მილიონი ევროს სესხის მობილიზებას თავდაცვაში ინვესტიციისთვის. ეს ნიშნავს უკეთესად ხარჯვას და ერთად შესყიდვას. საუბრობთ პან-ევროპულ მობილიზებაზე. იქნება ეს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, შეიარაღება, რაკეტები, დრონები თუ მათი საწინააღმდეგო სისტემები. ასევე კიბერ და სამხედრო მობილობა. ეს დაეხმარება წევრებს, რომ ერთად შეიძინონ შეიარაღება, რომლითაც შეეძლებათ მასიურად გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მიეწოდონ მას შეიარაღება დაუყოვნებლივ. ევროპა არის მზად აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა, გადააიარაღოს ევროპა და ამ გეგმით მოახერხოს 800 მილიარდი ევროს გამოყოფა თავდაცვის ხარჯებისთვის. ეს კი უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის კეთდება. ჩვენ გავაგრძელებთ ახლო თანამშრომლობას ნატოსთან. ესაა ევროპის მომენტი და მზად ვართ იგი გამოვიყენოთ.